დაშკაზე მარცხენა მცველი და ლუკა გოგოშაშვილი მოგეხსენებათ ვინც არის ნაკრების მეორე მეკარე საკიბათო მომენტი აქ გადავჭით მე მგონი არ იყო 11 მეტრიანი ჯერჯერობით შეტევა გრძელდება აგონიფორა მაგრამ თამაშობს კიდევ ერთი წრუმოძრაობა აქ ვეღარ გადავჭით 11 მეტრიანი ხო ვარი არის მომენტი შემოწმდება მაგრამ ძალიან გავდა ნარღვევას ალხასანეს აქ ვეღარ გადავჭით ჯერ ეს ბოლო ეპიზოდი ვნახოთ და შემდგომ პირველი ხო იცი რა მართლაც არ გაუწევია ალხასანს ფეხი და ეს არა 11 მეტრიანი იდეაში კონტაქტი ეს ირობის იმედად ვარ ხესუს იმაზის მოკლე გამორბალი ორივე ფეხი კარის ხაზზე ჰქონდა დაფიქსირებული მაკარიძეს დარტყმის დროს. ფეხბურთელებმა ხომ არ გადაკვეთეს საჯარიმოს ხაზზე. ფეხბურთელი ადრე შევიდა ხაზზე, მაგრამ ეს მოგვიანებით აქ უკვე რეაქციის გამოვლენა ვეღარ მოახერხა მაკარიძემ და ხესუს იმაზმა მაინც გაიტანა თავისი პენალტი. გრძელდება წუთი ბოლო შეტევა პირველ ტაიმში აგბონიფო ჩინჯოლავა მის წინააღმდეგ დამზღვევად ნაწყებია. შვეინიურად ითამაშა აგბონიფომ და ულამაზესი გოლი გაიტანა სამწუხაროდ. იცე გვაბორთან ერთად აგბონი რა გოლი გაიტანა აქ? ჯერ ეს პასი ორ მეტოქეს შორის იპოვნა დერეფანი. მერე თანაგუნდელის მოატყვა მეტოქეებიც და დაუთხა მაგალითად. ვიცით რომ დასვაში სიმჭიდროვე არ იყო, მაგრამ ძალიან ხარისხიანი ლეგიონერები ყავს კამზე. იაგელონიას ჩაწოდება საჯარიმოში და 3-0. კომუნიკაციის ნაკლებობაც იყო მაკარიძესა და ალხასანის შორის. იგერეტო და ლოზანო თავის დროზე ვალიგაოში ერთმანეთს წინააღმდეგ თამაშობდნენ დღეს აქ ხვდებიან ერთმანეთს და ლოზანოს გააქვს მეოთხე გოლიც. მომენტს ვქნით, საბერძნეთ ქმნიან, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ფაქტია რომ იაგელონიამ კლასით თავის შექმნილი მომენტების გამოყენება მოახერხა. ჯამში 4 გოლის გატანა მოახერხა გიორგი მაკარიძის კარში. ლანი კარგი იყო ლოზანო, ყინვალე დათქმა რა. ყველაფერი გამოვიდა დღეს იაგელონიას დამაჯერებელი გამარჯვება სამწუხაროდ.